ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების პატივისცემა უფრო ფართო გაგებაა და ავტომატურად სამშობლოს სიყვარულსაც ნიშნავს ის შინაარსი, რაც ამ დღესასწაულში არის ჩადებული ეროვნული იდენტობის საფუძველი და ამიტომაც როგორც ხელისუფლება ამბობს, მმართველი ძალა ბოლომდე დაიცავს იდეოლოგიას, რომელიც 17 მაისის აღნიშვნაში მოიაზრება. დღევანდელი გრანდიოზული მსვლელობა კი ქართული ოცნების ლიდერებისთვის არის პასუხი იმაზე, თუ რა ღირებულებას ირჩევს ქვეყანა და როგორია მათი დამოკიდებულება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც კრიტიკისა და აგრესიის საფუძველიც კი გახდა. ნინო არღულიანი 17 მაისის პოლიტიკური შეფასებებით. საქართველოს მოქალაქეების უპრეცედენტო ერთობა აჩვენებს, რომ ხალხი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე მყარად დგას. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაა, რომელიც თავად მოქალაქეებთან ერთად ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისის ცენტრში იყო. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ძალებზე, ვინც ქვეყანაში ტრადიციებს ებრძვის და ყალბი იდეოლოგიის დათესვას ცდილობს. საპასუხოდ კი ერთობა, სიყვარული და მტკიცე საზოგადოება მიიღეს. ნამდვილი ზეიმია და ეს არის ერთიანობის ზეიმი და დღეს საზოგადოება არის გაერთიანებული სიყვარულის იდეის გარშემო, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, რამდენად ძლიერია ქართველი ხალხი, რამდენად ძლიერია და მტკიცეა ჩვენი საზოგადოება. რა თქმა უნდა, ჩვენ გმართებს მომავალშიც განვაგრძოთ ბრძოლა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დასაცავად. საკმაოდ გავლენიანი ძალები ცდილობენ ჩვენ საზოგადოებას თავს მოუხმიან ასეთი ყალბი იდეოლოგიები და ამას დავუპირისპირდით ჩვენ მათ შორის იმ კანონით, რომელიც მივიღეთ და რომელიც სწორედ ოჯახური ფასეულობების და რასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. ქვეყნის ერთიანობა სწორედ ოჯახებიდან იწყება, ასე ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დღევანდელი დღისთვის მადლობას პატრიარქს უხდის. მიხეილ ყაველაშვილისთვის ოჯახის სიყვარული სამშობლოს სიყვარულს უტოლდება. ღირებულებებს, რაზეც შემდეგ უნდა დაეფუძნოს ჩვენი არსებობა, სწორედ ოჯახში იწყება და მე პირველ რიგში მადლიერი ვიქნები და მინდა რომ პატრიარქს გადაუხადო უდიდესი მადლობა ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის და ვხედავთ ხო რამხელა სიხარულია დღეს ერთში რომ ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგიავებულია რა თქმა უნდა სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ. ერის დაქუცმაცების და ერში განხეთქილების მსურველებს მოქალაქეებმა ზურგი კიდევ ერთხელ აქციეს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს მათმა კრიტიკოსებმა პასუხი იმ კანონზეც მიიღეს, რომელიც სწორედ ოჯახურ ღირებულებებსა და ახალგაზრდების დაცვას ეხება. რა შეიძლება იყოს იმ ღირებულებაზე უფრო მაღალი, ვიდრე არის ოჯახი, ვიდრე არიან მშობლები. ამიტომ თუ კი ვინმე ცდილობს დღესაც გარკვეული ხინჯი შეიტანოს, უბრალოდ აჩვენებს, რომ ღირებულებითაც არიან აბსოლუტურად აცდენილი იმ ცივილიზაციას, რასაც ქვია ჩვენი ისტორია, ევროპული ცივილიზაცია, ქრისტიანული ცივილიზაცია. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ქაშვეთიდან სამებამდე მსვლელობაში მონაწილეობდნენ პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები, რომელთა მთავარი სათქმელი მილოცვის გარდა მადლობა იყო. მათი მისამართით, ვისთვისაც ოჯახი, ტრადიციები და ფასეულობები მთავარია. ოჯახი ქართველისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება ძალიან უმნიშვნელოვანესი. ეს არის ჩვენი ერის იდენტობის ნაწილი და ამას რა თქმა უნდა ჭირდება გაფრთხილება. კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს. ყველა ოჯახს უნდა მიულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადოთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და დღევანდელი დღეს სულ უნდა აღინიშნებოდეს ბევრი რამის სიმბოლოა განსაკუთრებით დამოუკიდებლობის და ოჯახის პატივისცემის. რა ღირებულებებს ირჩევს საქართველო? თბილისსა და რეგიონებში ეს დღეს მკაფიოდ გამოჩნდა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. საზოგადოება არის ერთიანი იმ ღირებულებებისთან დამოკიდებულებაში, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ბურჯი, ეს არის ძლიერი ოჯახი, ტრადიციული ოჯახი და სწორედ ეს ტრადიციული ოჯახი განაპირობებს ესეთ ძლიერ სახელმწიფოს. ოჯახის სიწმინდის დღე არის ის ზღუდე, რომელიც ჩვენს ერს იცავს ბევრი უბედურებისგან, რაც სამწუხაროდ მოედინება ჩვენს წინააღმდეგ და დღევანდელი დღეც სურვილი ჰქონდათ მავანს, რომ განხეთქილების, გახლეჩვის დღე ყოფილიყო ჩვენ საზოგადოებაში და ნაცვლად ამისა ყველამ მიიღო სიწმინდის, ოჯახური სიძლიერის და
და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის დღე. საქართველო ყოველთვის იდგა ძლიერ ოჯახებზე და დღევანდელი დღეს ნათელი მაგალითია იმის, რომ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის ქართული ოჯახი და ის ტრადიცია და ის კულტურა ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს და მე დარწმუნებული ვარ, ეს კიდე საუკუნეების მანძილზე იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი უმთავრესი ფასეულობა არის ოჯახი, ოჯახური ღირებულებები და ქრისტიანული და ქართული ტრადიციები და მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მიულოცო და უსურვოთ ღირსება და ოჯახის ბედნიერება და ოჯახის სიწმინდე. კარგად გვახსოვს სამწუხაროდ წლების წინ მავანმა 17 მაისს დააწესა ისეთი არატრადიციული დღე, როდესაც პრაქტიკულად ქართველები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 17 მაისს დააწესა ოჯახის სიწმინდის დღე, რითაც პრაქტიკულად ისევ გააერთიანა ერი და ბერი. პროცესია რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე 10,000-ობით ადამიანთან ერთად მსვლელობაში უმაღლესი თანამდებობის პირებიც მონაწილეობდნენ. ყველა ერთად სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღეს მიძღვნილ პარაკლის დაესწრო.